ალბათ ყველა ადამიანს სურს გამდიდრება. დარწმუნებული ვარ TikTok-ზე ერთხელ მაინც შეგხვედრიათ ისეთი ვიდეო, რომელშიც საუბარია მაგალითად 5 რჩევაზე, რომელიც აუცილებლად გაქცევთ მილიონერად. დღეს სოციალური ქსელები ადამიანს უმაღლეს სტანდარტებს უწესებს. მას აუცილებლად უნდა ეცვას ბრენდული ტანსაცმელი, ყავდეს მანქანა, მოგზაურობდეს რაც შეიძლება ხშირად. თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ამ ყველაფრის უკან ძალიან ბევრი სიღალბეა. დღეს ვისაუბრებთ 25 წლის პროვინციელ რუს გოგონაზე, რომელმაც გამდიდრების ეს თავჩაუხრელი შრომა უბრალოდ გამუტოვა და პირდაპირ მილიონერი გახდა. ამასთან მოატყუა ნიუ-იორკის ელიტის უმაღლესი წარმომადგენლები, ბანკები და ფინანსური სისტემები. თითქოს Netflix-ის ფილმზე ვსაუბრობთ, არა? კი, Netflix-მა ხელიდან არ გაუშვა ეს შანსი და ამ ამბავზე მინი სერიალი გადაიღო. ყალბი მემკვიდრე. ასე უწოდეს სატვირთო მანქანის მძღოლის შვილს ანა საროკინას ნიუ-იორკში კი ანა დელვის დასავლურმა გამოცემებმა. თუმცა მოდით ყველაფერს მივუყვეთ დასაწყისიდან. ანა დაიბადა 1991 წლის 23 იანვარს რუსეთში დამაძედოვაში. მისი ბავშვობა არაფრით არ განსხვავდებოდა სხვა თანატოლი ბავშვებისგან. მამა მუშაობდა სატვირთო მანქანის მძღოლად, დედას ჰქონდა პატარა მაღაზია, თუმცა უმეტეს დროს უთმობდა ანასა და მისი უმცროსი ძმის გაზრდას. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მშობელს ანას სწორახსნაში დიდი წვლილი შეჰქონდა, გოგონა მაინც თავისებური და უხეში იზრდებოდა. თუმცა არა თავქარიანი. ანა სკოლაში კარგად სწავლობდა, ითვლებოდა პოპულარულ გოგონად, მაგრამ არ ყავდა ბევრი მეგობარი ისევ მისი რთული ხასიათის გამო. იყო ზედმეტად პირდაპირი და მარტივად გამოჰყავდა ადამიანი მდგომარეობიდან. მომავალში კლასელები იხსენებენ, რომ გოგონას ძალიან კარგად ეძლეოდა ჰუმანიტარული საგნები და ოცნებობდა იმაზე, რომ გამხდარიყო ჟურნალისტი. ამიტომ ძალიან ბევრ ჟურნალს ყიდულობდა, ეცნობოდა ხოლმე ვარსკვლავების პირად ცხოვრებას და მოდის სიახლეებს. 2007 წელს, მაშინ როდესაც გოგონა იყო 16 წლის, ოჯახი იცვლის საცხოვრებელ ადგილს და რუსეთიდან გადადიან გერმანიაში კიოლნთან ახლოს. მამამისი ხელმძღვანელობდა სატრანსპორტო კომპანიას, თუმცა 6 წელში ეს კომპანია გაკოტრდება და ის იწყებს საკუთარ მცირე ბიზნესს. დედა კი იყო დიასახლისი. ანას გერმანული ენის შესწავლა გაუჭირდა, რასაც ვერ ვიტყოდით ინგლისურზე, რომლის გაუმჯობესების მიზნითაც სასწავლებლად წავიდა ინგლისში, წმინდა მარტინის დიზაინისა და ხელოვნების კოლეჯში, რომელიც მალევე მიატოვა და დაბრუნდა ისევ გერმანიაში. ამის შემდგომ საცხოვრებლად გადავიდა პარიზში, სადაც მუშაობა დაიწყო ფრანგული მოდის ჟურნალ ფარფლში, რომლისთვისაც მოდის ჩვენებებიდან წერდა ხოლმე სიუჟეტებს და ხელფას იღებდა 400 ევროს. ანა ხალხში ტოვებდა უხეში, საქმიანი ქალის შთაბეჭდილებას, რამაც დააახლოვა მოდის ინდუსტრიის მსხვილ ფიგურებთან. ოჯახი ფინანსურად ანას ყოველთვის გვერდში ედგა. ისიც მათ არწმუნებდა, რომ საუკეთესო ინვესტიცია მის მომავალში ჩადებული თანხა იყო. თუმცა მომავალში მამამისი იტყვის იმას, რომ არასდროს არ ფლობდა იმ ხელა თანხას, რამ ხელასაც ანა მის მეგობრებს ეუბნებოდა. ანა კი თავის მხრივ იმას იტყვის, რომ ოჯახს მასზე ზედმეტად დიდი წარმოდგენა ჰქონდა და უასრო დენდობოდნენ. ბინის ხარჯებს ოჯახი უფარავდა და ეს ის პერიოდია, როდესაც ანა გადაწყვეტს, რომ დღეიდან არა საროკინა, არამედ დელვია. ანა ნიუ-იორკში პირველად 2016 წელს ჩავიდა და ჩასვლისთანავე გამოჩენა დაიწყო უდიდეს წვეულებებზე, სადაც იკრიბებოდნენ ხოლმე უმდიდრესი ადამიანები. ამ წრეში ის შეიყვანა ფარფლის მთავარმა რედაქტორმა ოლივერ ზამმა. წვეულებებზე გოგონა ხალხს ეცნობოდა როგორც ანა დელვი, გერმანელი მდიდარი მემკვიდრე. ამბობდა, რომ 25 წლის ასაკში მიიღებდა მემკვიდრეობას 60 მილიონი ევროს რაოდენობით. ამას ამყარებდა ყალბი ფინანსური დოკუმენტებით. ანას სიმდიდრე არავის აკვირვებდა, რადგან ნიუ-იორკი უმდიდრესი ახალგაზრდა მემკვიდრეების ცენტრია. ამასთან გოგონას ყოველთვის მაღალი მოდის სახლების უახლესი ტანისამოსი ეცვა. ნიუ-იორკში ანა სახლდება სოჰოს რაიონში 11 ჰოვარდის დელუქს ნომერში, ანუ ძვირფასი სასტუმროს შედარებით ბიუჯეტურ ნომერში. ერთი ღამე $400 იღირდა. ამ დროს მიმღებში მუშაობდა 25 წლის გოგონა ნეფი, რომელსაც ანა ეკითხება, სად შეუძლია გემრიელად ივახშმოს და პასუხის მიღების შემდგომ აძლევს $100-იან კუპიურას. მომავალში, როდესაც ანას რაიმე დააინტერესებდა ხოლმე, ჩადიოდა მიმღებში ნეფთან და მას ეკითხებოდა. პასუხის შემდგომ ტრადიციულად აძლევდა $100-იანს. სასტუმროს სხვა პერსონალი დელვის ახასიათებდა როგორც უხეშ, უზრდილ და თავშიავარდნილს, რომელიც არასდროს ამბობს მადლობას და ხშირად კლასობრივ უთანასწორობასაც უსვამდა ხაზს. თუმცა ყველას სურდა მისთვის რაიმე საქმის გაწევა, რადგან მიეღოთ $.
$100-იანზე წვრილი ფული ანას არ ჰქონდა. ტაქსისაც კი ეგრეთ წოდებული ტიპის, ანუ ჩაის სახით ამოდენობის თანხას უტოვებდა ხოლმე. ნეფი ამბობს, რომ გოგონა იმ რაოდენობით და სიხშირით ხარჯავდა ფულს, თითქოს მათი თავიდან მოშორება სურდა. ეპატიჟებოდა ვახშამზე, მასაჟზე, სალონებში, პირად ტრენერთანაც კი. სხვათა შორის ტრენერიც მნიშვნელოვანი ფიგურაა და მოდით მასაც შევეხოთ. სავარაუდოდ ეს ადამიანი იყო კეისი ჯუკი. სხვა პირებისგან განსხვავებით, მას როგორც ჩანს არ უნდოდა ღია დანასწინააღმდეგ საქმეში ჩართვა და ბევრი ინფორმაცია მასზე არ იძებნება. თავდაპირველად რამდენიმე ვარჯიში ანა მას ქეშად გადაუხადა $4,500, რაც მისთვის ნორმალური იყო, რადგან მაგალითად წამწამების დაგრძელებაში $400 უხდიდა კრისტიან ზამორეს, $150 კი კორექციაში. მოკლედ ვარჯიშზე ნეფიც მიიყვანა, რომელიც დააშორა შეყვარებულსაც დაქალური კეთილი რჩევით, რადგან დარწმუნებული იყო, რომ მის წრეში უფრო მდიდარ კაცს გაიცნობდა. სწორედ ანამ გააცნო ნეფი და კალკინი ერთმანეთს, კალკინი ყველას გეცოდინებათ, მარტოსახშის მთავარი პერსონაჟის როლის შემსრულებელია, თუმცა ამის იქით მათი ურთიერთობა არ წასულა. მოკლედ, ნელ-ნელა ანა სასტუმროში შინაურდება, მიმღებში ჩადის ხოლმე ალექსანდრა ვანგის ტანსაცმლით, ან სულაც ხალათით. საერთო ნაცნობებისგან ანა იცნობს X მუზეუმის დამფუძნებელს, ახალგაზრდა კოლექციონერს მაიკლ სუფუს, რომელსაც თავაზობს ვენეციის ბინიალზე ერთად წასვლას. ურეკავს და ეუბნება, რომ თუ შეუძლია სასტუმრო მან დაჯავშნოს და თანხას ჩასვლისთანავე დაუბრუნებს. როდესაც ჩადიან, ანა ტრადიციულად ყველგან არიგებს $100-იანებს, თუმცა ისე იქცევა, გეგონება ვალი დაავიწყდა. ანასი არ ვიცი, მაგრამ მაიკლს მართლა დაავიწყდა. მომავალში სუფუ იტყვის, რომ ანას მიერ დასაბრუნებელი თანხა სულ რაღაც 2-3 შეადგენდა, რაც მალევე დაავიწყდა. და საროკინას გათვლაც სწორედ ეს იყო. როდესაც ადამიანებს აქვთ ძალიან ბევრი ფული, მათთვის 2-3 არაფერი არ არის. შესაბამისად, ამ თანხის დაბრუნებას ის უბრალოდ არც აპირებდა. იანვარში ანა ქირაობს PR კომპანიას და ავალებს მათ საკუთარი დაბადების დღის მოწყობას სასტუმრო სოხოში. ეპატიჟება ბევრ ცნობილ ადამიანს და დაბადების დღე ძალიან კარგად ჩაივლის. თუმცა მეორე დღეს მაიკლს უკავშირდებიან სასტუმროდან და ეუბნებიან, რომ გოგონამ თანხა არ გადაიხადა. ამ დროს სუფუ უკვე ხვდება, ვისთანაც დაიჭირა კონტაქტი. ვიღაცას ანა ეუბნებოდან, რომ მამამისი დიპლომატი იყო, ვიღაცას, რომ მისი ოჯახი ანტიკვარი აწყით და გერმანიაში, ზოგს, რომ ნავთობის მაგნატები იყვნენ. მოკლედ, რაზეც ფანტაზია გასწვდებოდა და მის სიტყვებში ეჭვი არავის არ შეჰქონდა. 2016 წელს ანამ გაიცნო ვენეტი ფეარის ფოტორედაქტორი რეიჩელ ვილიამსი, რომელიც იმ დროს იყო 28 წლის, ანა კი 25-ის. ეცნობა როგორც გერმანელი ნავთობის მაგნატის შვილი და აჩვენებს საკუთარ ნიუ-იორკულ ცხოვრებას. თან დაყავს ძვირადღირებულ ვახშამებზე, სპა პროცედურებზე, სალონებში, ტრენერთან მასაც მიიყვანს. მოკლედ, გოგონებს შორის მალევე ჩამოყალიბდება სანდო დაქალობა, რომელიც მალევე დასრულდება, თუმცა ამაზე შემდგომ ვილაპარაკოთ. რეიჩელი ამბობს, რომ ანამ მისი ყურადღება მიიქცია იმით, რომ იყო ძალიან კონტაქტური, არანაირი ბარიერები მისთვის არ არსებობდა და იყო უაზროდ მიზანდასახული. რამდენიმე თვეში ანა საუბარში უყვება ნეფს, რეიჩელს და სხვა ყველა ნაცნობს იმის შესახებ, რომ უნდა საკუთარი ბიზნესის დაწყება. სურს გახსნას სივრცე, სადაც იქნება კლუბი და ნახატების გალერეა ერთ სივრცეში. სახელიც კი შერჩეული ჰქონდა და უნდა რქმეოდა ADF, ანუ ანა დელვის ფონდი. ადგილით შეარჩია მანჰეტენის გულში, უძვირფასეს მე-19 საუკუნეში აშენებულ ისტორიულ შენობაში, რომელსაც ეძახიან Church Mission House. რა თქმა უნდა, ამ შენობაზე კონკურენცია უდიდესი იყო, თუმცა ანას საკუთარი გეგმა ჰქონდა. საერთო ნაცნობობის ხარჯზე უმეგობრდება გაბრიელ კალატრავას, რომელიც არის ცნობილი არქიტექტორის სანტიაგო კალატრავას შვილი. სწორედ მათი კომპანიის საშუალებით უნდა დაედო კონტრაქტი შენობის გამქირავებელ კომპანიასთან. ანა გეგმავდა პატარა დიზაინერული მაღაზიების გახსნას შენობაში, ასევე არაერთი რესტორნის, გერმანული საცხობისა და სასტუმროს. ყველაფერს დააპროექტებდა დენიელ არში, რომელსაც ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნობს. ამ ყველაფერს გეგმავს პატარა გოგო, რომელსაც არ აქვს გამოცდილება ბიზნესში ან ნებისმიერ სფეროში მოდის გარდა, თუმცა ეჭიდება უზარმაზარ საქმეს, უზარმაზარი ხარჯებით, მაგრამ ეს ნიუ-იორკია და არავის უყვარს. გეგმის განსახორციელებლად საჭირო იყო 22 მილიონზე მეტი, თუმცა ანამ გადაწყვიტა, რომ ინვესტორებთან საქმის დაჭერა არ უნდოდა, რადგან არ ენდობოდა მათ. ამიტომ საჭირო იყო ბანკთან თანამშრომლობა. ამისთვის ერთი ნაცნობი გააცნობს პროკურორს ჯოელ კოენს, სწორედ იმას, რომელიც იძიებდა ჯორდან ბელფორტის საქმეს, რომლის პროტოტიპიც ყველამ კარგად იცით უოლ-სტრიტის მგელიდან. ის აკავშირებს ენდი ლანსთან, პარტნიორთან, რომელიც იდეალურად შეეწყო ანას. მისი სიტყვით ისინი ყოველდღე საუბრობდნენ და ლანსი შუა ღამესაც კი პასუხობდა დელვის. მათ საერთო მიზანი ამოძრავებდათ ბანკისგან უზარმაზარი ინვესტიციის მიღება.
ლენსიმ მალევე მოაგროვა ყველა საჭირო დოკუმენტი. მათ შორის დაწერა ხელწერილიც იმის შესახებ, თუ რატომ ითხოვს ასეთი პატარა გოგონა ამხელა თანხას. მისი სიტყვებით, დელვის ჰქონდა მნიშვნელოვანი გეგმები კონკრეტულ შენობაზე, თუმცა მისი პირადი აქტივები, რომლებიც საკმაოდ საგულისხმოა, ინახებოდა ამერიკის საზღვრების გარეთ. მათ შორის UBS-ში, ეს არის შვეიცარიული მრავალეროვნული საინვესტიციო ბანკი. ბანკირმა, რომელიც განეხილავდა ამ საქმეს, რა თქმა უნდა, მოითხოვა ოფიციალური დოკუმენტი UBS-დან. თუმცა მიიღო უცნაური სახის ამონაწერი ვინმე პიტერ ჰენეკენისგან, რომელიც წერდა, რომ გთხოვთ გამოიყენოთ ეს დოკუმენტი კრედიტის გასაფორმებლად და დედას გამოგიგზავნით ორშაბათსო. თანაც მეილი გაგზავნილი იყო არა კორპორატიული, არამედ პირადი ანგარიშიდან. რა თქმა უნდა, ბანკირი დაეჭვდა, თუმცა ანამ უთხრა, რომ ამაში უცნაური არაფერი არ იყო, რადგან პიტერი იყო მისი ოჯახის პირადი ფინანსური მენეჯერი და სწორედ ამიტომაც მიწერა საკუთარი მეილიდან. როდესაც გამოიკლიეს ეს ფაქტი, აღმოჩნდა, რომ არანაირი ჰენეკენი არ არსებობდა. თავიდან გოგონამ თქვა, რომ ის უბრალოდ გარდაიცვალა, თუმცა შემდგომში აღმოჩნდა, რომ მისი ანგარიშიც დარეგისტრირებული იყო ერთ-ერთ პატარა სუპერმარკეტში. საიდან ისწავლა პატარა გოგონამ ეს ყველაფერი? ანა მეგობრობდა ფარმა ძმასთან, მარტინ შკრეილთან, რომელსაც გაასამართლებენ მნიშვნელოვანი საბუთების გაყალბებისთვის. ნებს ამ ბიჭს გააცნობს როგორც უახლოეს მეგობარს, თუმცა ისინი მხოლოდ წოულებებზე იკვეთებოდნენ და ანა მისგან სწავლობდა თაღლითურ ტაქტიკებს. მოკლედ, იმ სასტუმროში, რომელშიც ცხოვრობდა ანა, ჩერდება ები როზონის შვილი, იმ კაცის, რომლისგანაც აპირებდა შენობის ქირაობას. და ნეფი საუბარში ეტყვის, რომ ნამყოფია მამამისის ისტორიულ შენობაში, რადგან ერთ-ერთი დამსვენებელი აპირებს ამ ფართის ქირაობას. ბიჭი დაფიქრდება, რადგან არასდროს არაფერი არ სმენია მამისგან ანა დელვის შესახებ და კითხავს, რომელ ნომერშია გაჩერებული. როდესაც გაიგებს, რომ დელუქსში, ეტყვის, რომ გოგონა, რომელიც აპირებს მრავალმილიონიანი შენობის ქირაობას, ამ ტიპის ნომერში არ გაჩერდებოდა. ნებსაც დააფიქრებს ეს და როდესაც ანას კითხავს, რომ რატო რჩება დელუქსში და არა უკეთეს ნომერში, ანა ეტყვის, რომ როდესაც ადამიანი ამდენ რამეს გიკეთებს, მადლიერების მიზნად უნდა გაჩვმდე. აპრილიდან ანას ცხოვრება იძაბება. აგრძელებს მოლაპარაკებას ბანკთან, თუმცა მის გარშემო სულ უფრო და უფრო ცოტა ადამიანი რჩება. ძირითად დროს ატარებს ნევთან, რეიჩელთან და პირად ტრენერთან. ტრენერზეც ბევრი არაფერი არ გვითქვამს, ის ძირითადად იღებს ხოლმე ცნობილ ადამიანებს და მათ ავარჯიშებს და ანას მიმართ რაღაც დედობრივი ინსტინქტები ჰქონდა. ამბობდა, რომ უხაროდა ის, რომ გოგონამ საკუთარი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა, რადგან იმდენი ფული ჰქონდა, რომ შეეძლო ფეხი-ფეხზე გადაედო და უბრალოდ დამტკბარიყო ცხოვრებით. თუმცა აირჩია საკუთარი ურთულესი გზა. საბოლოოდ ბანკი უარს ეტყვის კრედიტზე და ნეფი იხსენებს, რომ ამ პერიოდში ანამ დაპატიჟა სავახშმოდ და როდესაც ანგარიშის გადახდას ცდილობდა, მისი ბარათი უარყოფილი იყო. ამოიღო 12 საკრედიტო ბარათი, რომელთაგან არც ერთმა არ იმუშავა. თანხის გადახდა ნეფს მოუწია, თუმცა მეორე დღეს ანამ იმაზე სამჯერ მეტი დაუბრუნა, ვიდრე გოგონამ გადაიხადა. რამდენიმე დღეში ნეფს უკავშირდება სასტუმროს მენეჯერი და სთხოვს ერთი დელიკატური საქმის მოგვარებას. აღმოჩნდა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე ანას არც ერთხელ არ გადაუხდია სასტუმროს ხარჯები. რადგან ისინი ახალი გახსნილები იყვნენ, გოგონა დიდხანს აპირებდა დარჩენას და თანაც ემზადებოდა ამდენად გახმაურებული საქმისთვის, მათ გამონაკლისის სახით უფლება მისცეს, რომ თვითონ ჩაერიცხა ხოლმე თანხა. ნეფი ურეკავს ანას და აყენებს საქმის კურსში. გოგონა ეუბნება, რომ ელოდება დიდი თანხის ანგარიშზე დარიცხვას, რის შემდგომაც გადაიხდის დავალიანებას. იქამდე კი დაელოდოს კურიერს. კურიერს მისთვის და მომსახურე პერსონალისთვის მოაქვს დონ პერინიონი. ამის ცდილობს მათი სიჩუმის მოსყიდვას. თუმცა ეს არ გაჭრის, რადგან მენეჯერი მოითხოვს ან თანხის გადახდას, ან მის გასახლებას. რამდენიმე დღეში სასტუმროს ანგარიშზე 30,000 ჩაირიცხება. თავად კი მიდის ყოველწლიურ საინვესტიციო კონფერენციაზე, სადაც უნდა ენახა უორენ ბაფეტი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი. მიყავს რამდენიმე მდიდარი მეგობარი, თანაც კერძო თვითმფრინავით, რომელსაც ქირაობს მეგობრის კომპანიისგან და ეუბნება მათ, რომ ხარჯს გადაიხდის მისი პირადი ბანკირი ჩეკის სახით, თუმცა რა თქმა უნდა აღარასდროს ამ ფულს არ იხდის და ვერც კომპანია ვერ ედავება, რადგან ოფიციალური ქირაობის საბუთი უბრალოდ არ არსებობს. სანამ ანა წასულია, სასტუმროს მენეჯერი გადაწყვეტს მის გამოსახლებას, რადგან გოგონამ მაინც არ დატოვა ანგარიშის მონაცემები. ნომბრის კოდს შეცვლიან, პარკს კი გამოიტანენ. როდესაც დაბრუნდება, რა თქმა უნდა, მოაწყობს სცენებს, თუმცა აღარაფერი არ გაჭრის, თანაც მალე აპირებს მოროკოში წასვლას რეიჩელთან და ტრენერთან ერთად. ასევე ოპერატორთან, რომელმაც უნდა გადაიღოს დოკუმენტური ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ იწყებს დელვი საკუთარ ბიზნესს. ვილა, რომელსაც ქირაობდა მაროკოში, ვილა ლამამუნია $7,000 ღირდა ერთი დღით. და ანამ თქვა, რომ ყველაფერი უკვე გადახდილი ჰქონდა. დაპატიჟა ნეფიც, თუმცა დედამისმა ურჩია სახლში დარჩენა.
ჩასვლიდან რამდენიმე დღეში ტრენერი იწამლებოდა და ბრუნდება უკან. რამდენიმე დღეში ანა ტირილი თუ რეკავს ტრენერს და ეუბნება, რომ მის ანგარიშებზე ისევ რაღაც პრობლემები არის, ვერ იხდის ფულს, რის გამოც სასტუმრომ გამოიძახა პოლიცია და ემუქრებიან მას. სთხოვს, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთი უყიდოს, აქვე ამატებს, რომ თუ შეიძლება ბიზნეს კლასის. გოგონებს ქვეყნიდან ისე არ გაუშვებდნენ, თუ ისინი დავალიანებას არ გადაიხდიდნენ. საუბარია დაახლოებით $60,000-ზე. იხდის რეიჩელი საკუთარი საკრედიტო ბარათიდან. მას კარგი შემოსავალი ჰქონდა, თუმცა ეს მაინც მის წლიურ ხელფასს უდრიდა. ანა ეუბნება, რომ ვალს აუცილებლად დაუბრუნებს, თუმცა მის ანგარიშზე მხოლოდ $5,000 დარიცხავს. ამით სრულდება გოგონების დაქალობა. მომავალში რეიჩელი ანას წარმატებას ხსნიდა როგორც white privilege-ს, ანუ თეთრკანიანი გოგოა, ლამაზი გარეგნობით და აქედან გამომდინარე ეძლეოდა ყველაფერი. მოკლედ, მათ შინ დაბრუნების უფლებას მისცემენ და ანა გადადის სხვა სასტუმროში, სადაც, რა თქმა უნდა, ბარათების გამო ისევ იგივე პრობლემა შეექმნება, ამიტომ იცვლის კიდევ სხვა სასტუმროში გადადის, ისევ იგივე გადახდება თავს და საბოლოოდ ურეკავს ტრენერს და ეუბნება, რომ წასასვლელი აღარ აქვს, ქუჩაშია დარჩენილი და სთხოვს, რომ სახლში მიიღოს. ამ დროს პაიმანი აქვს და შეყვარებულთან ერთად არის, თუმცა რა თქმა უნდა, მაინც გაუმასპინძლდება ანას. ამშვიდებს ატირებულს, აწვდის წყალს და ისმენს. ჩაულებრივი წყალი? სამ პელეგრინო არ გაქვს. მიხვდება, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება საქმე, ურეკავს რეიჩელს და უყვება მომხდარს. დილით ანა მიდის, თუმცა ტოვებს ნოუთბუქს იმისთვის, რომ უკან დასაბრუნებელი მიზეზი ჰქონდეს. ტრენერი ამას ამჩნევს და ნოუთბუქი ჩააქვს დაცვასთან და ეუბნება, რომ ანა ზემოთ არ ამოუშვან. საღამოს, როდესაც ბრუნდება, დაცვას ეუბნება, რომ პირადი ნივთები დარჩა და აუცილებლად ასასვლელი არის, რაზეც დაცვა ეუბნება, რომ ბინის მფლობელი სახლში არ არის და მას ვერ აუშვებს იქ და ანა ეუბნება, რომ არაუშავს, დაელოდება. შუა ღამემდე ტრენერს ელოდებოდა. საბოლოოდ წავიდა. ქუჩაში დარჩენილი ურეკავს იურისცაც და სთხოვს, რომ ღამე გაათენებინოს, რა თქმა უნდა, ამაზეც უარს მიიღებს და საბოლოოდ უკავშირდება მაინც ტრენერს, რომელიც თან ხვდება შეხვედრაზე და ახვედრებს რეიჩელს და ნევს. გოგოებს ძალიან ბუნებრივი კითხვები აქვთ ანასთან. თუ ვინ არის იგი რეალურად, აპირებს თუ არა საერთოდ ვალების დაბრუნებას და რა არის სიმართლე იქიდან, რაც თავის შესახებ მოუყვა. ანა ტირის და ეუბნება, რომ რა თქმა უნდა ვალებს დააბრუნებს მას შემდგომ, რაც იქირავებს შენობას. რაზეც რეიჩელი ეუბნება, რომ ეს შენობა დიდი ხანია, რაც გაქირავდა. ანა არ დაუჯერებს. საბოლოოდ რეიჩელი ფინანსურად ისე გაიჭედება, რომ ვალდებულია წავიდეს პოლიციაში და სარჩელი შეიტანოს ანას წინააღმდეგ. მისული აღმოაჩენს, რომ საქმე უკვე გახსნილია ქვითრების გაყალბების გამო. რეიჩელი დაუკავშირდება ანას და დაუნიშნავს შეხვედრას, საიდანაც პოლიცია აიყვანს ჩვენს კრივინელს. ის ბევრ მაქინაციას ჩადიოდა. მაგალითად, იმ 22 მილიონის მოსაპოვებლად უნდა შეეტანა $100,000 ბანკში, რომელიც კრედიტის სახით აიღო სხვა ბანკიდან, მაგრამ როცა მიხვდნენ, რომ თუნდაც UBS-ში ანგარიში არ ჰქონდა, გადაწყვეტენ ვერიფიკაციის დასრულებას. ამ დროს უკვე ჩარიცხული ჰქონდათ ნახევარი, რითიც თავის დროზე გადაიხადა სასტუმროს დავალიანება. კრედიტი კი აღარ დააბრუნა. აპრილში ამავე ანგარიშზე 100,000-ის გაყალბებული ჩეკი შეიტანა და შეძლო 70,000-ის განაღდება. ეს იქამდე მოახერხა, სანამ ბანკმა ეჭვი აიღო მასზე. საბოლოოდ მოედავნენ ქურდობისა და თაღლითობის გამო, დაახლოებით $275,000 მითვისებისთვის. სასამართლო პროცესებისთვის დელვიმ დაიქირავა დიზაინერი. ის ურჩევდა ტანსაცმელს, რომელშიც ანა გამოიყურებოდა სერიოზულ ადამიანად, თუმცა იწვევდა სინანულს. ზოგჯერ პროცესები გვიანდებოდა, რადგან დელვის არ მოსწონდა როგორ აცმევდნენ. მედიის მხრიდან, რა თქმა უნდა, ამ პროცესს დიდი ყურადღება ჰქონდა და როცა ინტერესი მინელდა, ანამ სასამართლოში ისიც იკითხა, სად არის ხალხიო. ის თავის თავს დამნაშავედ არ გრძნობდა და ამბობდა, რომ ახლაც კი თავიდან გააკეთებდა ყველაფერს. დელვი ადვოკატმა გაამართლა იმით, რომ ანას მთავარი მიზანი ვალების გადახდა იყო, ამისთვის იგი ინსტაგრამზე დებდა ხოლმე რეკლამას და იღებდა ანას ღაურებასო. მან იგი ფრენკ სინატრასაც კი შეადარა და თქვა, რომ ორივემ ნიუ-იორკში შექმნა ოქროს შესაძლებლობები. 2019 წლის აპრილში ორდღიანი თათბირის შემდეგ ანა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 4-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გარდა ამისა, დაუწესა $200,000-ზე მეტის გადახდა კომპენსაციის მიზნით და $24,000 ჯარიმა. სასჯელის გამოტანამდე ანამ ინტერვიუში თქვა, რომ მოატყუებდა ყველას და მათ შორის თავის თავსაც, თუ იტყოდა, რომ რამეს ნანობდა. ციხეში მარტივად დაუმეგობრდა ყველას, განსაკუთრებით კი მკვლელებსა და თაღლითებს. ამბობდა, რომ ყველაფერი, რაც გააკეთა და აკეთებს, იყო უბრალოდ სოციალური ექსპერიმენტი.
თუ გგონიათ, რომ ამით ამბავი დასრულდა, არა. 2019 წელს მასზე ჟურნალისტმა ჯესიკა პრესელერმა ნიუ-იორკერისთვის დაწერა სტატია დელვის, როგორც საზოგადო მოღვაწის შესახებ. ამის შემდგომ Netflix-მა $320,000 გადაუხადა ისტორიის უფლებებისთვის და 2022 წელს გადაიღო მასზე სერიალი Inventing Anna. დელვის ცხოვრების ისტორია მრავალი სხვა სატელევიზიო შოუს, ინტერვიუს, პოდკასტისა და თეატრალური დადგმის თემა გახდა. 2022 წელს 19-თვიანი პატიმრობის შემდგომ $10,000 გირაოს სანაცვლოდ ანა გადადის შინაპატიმრობაში. ამ დროს ხდება ტაბლოიდებისა და პაპარაცების მთავარი სამიზნე. მის გამორჩეულ სტილს ამშვენებს ფეხის ბორგელი. 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით დელვიმ $340,000 ღირებულების ხელოვნების ნიმუშები გაყიდა. შემოსული თანხა გამოყენებული იქნა გირაოს გადახდისა და დელვის ერთსაძინებლიანი ბინის 3 თვის ქირის გადასახდელად, რომლის ღირებულება თვეში $4,250 იყო. დასახლდა სასტუმრო ნომადში და დაიქირავა გერმანული გადამღები ჯგუფი იმისთვის, რომ გადაიღონ მისი ცხოვრება. 2024 წელს მას მისცეს უფლება, რომ შინაპატიმრობის ველი შეეცვალა და საცხოვრებლად გადავიდა დაქალთან, ხოლო აგვისტოში ნება დართეს სოციალური ქსელების აღდგენის. შინაპატიმრობის ველიც გაზარდეს სახლიდან 121 კილომეტრ რადიუსამდე. 2024 წლის სექტემბერში დელვიმ მონაწილეობა მიიღო ცეკვავენ ვარსკვლავების 33 სეზონში. ის პროფესიონალ მოცეკვავე ეზრა სოსასთან ერთად გამოდიოდა და ფეხს რა თქმა უნდა უმშვენებდა კოჭის მონიტორი. თუმცა მოცეკვავე ისეთი კარგი ვერ აღმოჩნდა, როგორიც თაღლითი და შოუდან ერთ-ერთი პირველი გამოვარდა. ამავე წელს არაერთ მოდის ჩვენებაზე მოდელად გამოვიდა. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, მას 2 წლის განმავლობაში ნიუ-იორკში ჰყავდა შეყვარებული, სანამ არ გადავიდა არაბთა გაერთიანებულ საამიროში. ანა მალავდა მის ვინაობას, თუმცა ამბობდა, რომ ცნობილი პირი იყო და მასზე ნიუ-იორკერიც წერდა. აქვე არ გეგონოთ, რომ პირად უფრთხილდებოდა. არა, ის ამბობდა, რომ იტყო და ვისხვდებოდა თუ ამაში ფულს გადაუხდიდნენ. სასტარტო შემოთავაზებად კი $10,000 დააწესა. თუმცა რეიჩელ ვილიამსმა კოვსი ნაცარში ჩაუგდო და თავად განაცხადა, რომ მისი ბოიფრენდი ჰანტერ ლისოიკი იყო. ჰანტერ ლისოიკი ამერიკელი ტექნოლოგიური მეწარმე, ინოვაციების სტრატეგი და კრეატიული კონსულტანტია, რომელიც ცნობილია სხვადასხვა გავლენიან კლიენტთან მუშაობით და ამის შემდგომ ანასთან რომანით. არა და ყველაფერი შესაძლოა მომხდარიყო. ქალაქში, სადაც ყოველდღიურად ხელიდან ხელში გადადის უზარმაზარი უხილავი ფული, სადაც შუშის კოშკები შენდება დაპირებებით. ხალხი გამუდმებით კითხულობდა: რატომ ეს გოგო? ის არ იყო ძალიან სექსუალური ან ძალიან მომხიბვლელი, არც კარგი ადამიანი. როგორ მოახერხა მან უამრავი შეუდარებელი, წარმატებული ადამიანის დარწმუნება, რომ ის იყო, ვინც აშკარად არ იყო? პასუხი მარტივია: მან დაინახა ის, რასაც ხვები ვერ ხედავდნენ. ანამ ნიუ-იორკის სულ შეხედა და მიხვდა, რომ თუ ხალხს ყურადღებას გადაატანინებ ბზინავ საგნებზე, ნახტი ფულის დიდ შეკვრებზე, სიმდიდრის ნიშნებზე, ისინი ვერაფერს დაინახავენ. საქმე კი იმაში იყო, რომ ყურადღების გადატანა უმარტივესი აღმოჩნდა. მადლობა, რომ მიყურეთ, გამიხარდებათ თუ დაალაიქებთ ვიდეოს, გვერდში დამიდგებით კომენტარის სახით და გამოიწერთ ჩემ არხს. დროებით.